საღამომშვიდობის. თქვენ წინაშე სპეციალური გამოშვება დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია. ეს ცნობილი სიტყვები გახლავთ, დოსტოევსკის სიტყვებია და გზადაგზა ალბათ მივხვდებით თუ რატომ დავარქვი ასე ამ გადაცემას. იქამდე კი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დავუბრუნდით ეთერში, თქვენ მოგახსენებათ, გქონდა ერთთვიანი, ცოტა მეტი, იძულებითი განშორება მაყურებლებსა და მაყურებლებსა და ამ გადაცემას. გახსოვთ ისიც, რომ ყველა გადაცემას ვამთავრებდი იმ რიტუალით, რომ შესაძლებელია ამ კარებზე ვიღაცამ დააგაკუნოს და თქვას, რომ სპეციალური გამოშვება აიკრძალა. ზოგიერთი მეკითხებოდა ხოლმე, რატომ ამბობ ამას, რა საჭიროა ეს? ეს საჭირო კი არ იყო, ეს იყო ჩემი მოლოდინი, ეს იყო ჩემი წინათგრძნობა. მე ვიცოდი რა თემებზე ვლაპარაკობდი და რას ვლაპარაკობდი. და დიდი პრაქტიკა მაქვს იმისი, თუ რითი მთავრდება ხოლმე ის საუბრები, რომელიც მე მიმყავს და მე ვაწარმოებ ხოლმე ქართველ ხალხთან, ჩემს მაყურებლებთან. ამიტომ ეს სრულიად ბუნებრივი მოლოდინი იყო, ასე დამთავრდა ეს ისტორია, რომ TV4-ის ეთერში ჩვენ უკვე აღარ გავდივართ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობს სოციალური ქსელები, არსებობს ინტერნეტი და არსებობს საზოგადოებისთვის ხმის მიწვენის გარკვეული საშუალებები. ამჯერად პირველ რიგში ეს გახლავთ YouTube არხი, შემდეგ რა თქმა უნდა Facebook-ი და სხვადასხვა საშუალებანი, რომლის გამოყენებითაც თქვენ შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ ჩვენს გადაცემებს, რომელიც ჩვეულებრივად წარიმართება პარასკევობით საღამოს 7 საათზე. ეს არ არის ჩაწერილი გადაცემა, მე ახლა ამ წუთს ნამდვილად მიმყოფები სოლიდარობის სტუდიაში და აქედან მიმყავს გადაცემა. მაშასე ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომელსაც ქვია ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია. თქვენ მოწმე ხართ იმისა და იცით, რომ ძალიან ბევრ ადგილას გვიჭირს და საერთოდ გვიჭირს. 35 წელიწადია ცოტა მეტი, რაც ჩვენი საზოგადოება არეულია, გვიჭირს იმდენად, რომ ვკარგავთ ტერიტორიებს, ვკარგავთ მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას და დავანგრიეთ ყველაფერი ის, რისი დანგრევაც შეიძლებოდა. თუმცა გზადაგზა მაინც ვცდილობთ, რომ რაღაცა შევქმნათ, რაღაცა ავაშენოთ და როგორღაც მოვაწყოთ საზოგადოებრივი ცხოვრება, მაგრამ რა გამოდის აქედან? ალბათ ბევრი არაფერი ჯერჯერობით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩვენ ტაქტიკაში კი არ ვცოდავთ მარტო. ამა თუ იმ ეპიზოდს კი არ ვაკეთებთ არასწორად და უშვებთ შესწავლას. არამედ მთლიანად სტრატეგია, ჩვენი ხვალინდელი დღის ხედვა, მომავლის ხედვა არის სამწუხაროდ არასწორი, რომელიც მოგვახვიეს თავს იმ თავითვე და იქიდან განთავისუფლებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. აი მაგალითად, რა სიუჟეტი გავიდა გუშინ ჩვენ სატელევიზიო ეთერებში, რა რეზოლუცია მიიღო ევროპის ერთ-ერთმა რომელიღაცა პარტიამ, რომელსაც სახალხო პარტია ქვია, მაგრამ გამოხატავს არა მარტო ევროპის, არამედ მთლიანად დასავლეთის სულისკვეთებას. ჩვენ და სამწუხაროდ და მათ და სამწუხაროდაც გამოხატავს სულისკვეთებას იმ ნაწილში, რასაც ქვია საქართველოსთან დამოკიდებულება. ნახოთ ეს სიუჟეტი. რადიკალების ხავსად ქცეული არანაირი ღირებულების რეზოლუციების მიღებას ოპოზიციის უცხოელი პატრონები განაგრძობენ. ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც ნაციონალური მოძრაობაა, ყრილობაზე მიღებული დოკუმენტით საქართველოში ახალ არჩევნებს ითხოვს. არგუმენტებისგან დაცლილ ფურცლებზე დაწერილი ტექსტი ისევ ვერ გასცდა მსჯავრდებული სააკაშვილის საკითხსაც. საქართველოს გლობალურად სანქცირებული სასამართლო კლანის წევრმა მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიყენა გამაოგნებელი სასჯელის მოძველებული ზომა, რათა მიესაჯა 12 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც უკვე 3 წელი გაატარა პოლიტიკურ პატიმრობაში. მოუწოდებს ქართულ ოცნებას დანიშნოს კონკრეტული თარიღი ახალი თავისუფალი სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომლის დროსაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იფუნქციონირებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფოს მიტაცებით.
აი ასეთი გახლავთ ეს რეზოლუცია, რომელიც ევროპიდან მოვისმინეთ, რა ეს რა თქმა უნდა არ არის პირველი გამოხდომა მათი მხრიდან, ეს არის ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო დროს გახშირებული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება, რომელიც არის ქედმაღლური, დამოკიდებულება, რომელიც არის ზემოდანყურების, დამოკიდებულება, რომელიც არის მბრძანებლის და ჩვენ მათი წარმოდგენით უნდა ვიყოთ უსიტყვო შემსრულებელი მათი ბრძანებებისა, მათი დირექტივებისა, რომელიც იქიდან მოდის ნიაღვარივით და არ წყდება. ახლა როგორია პასუხი ყველაფერ ამაზე? ერთი პერიოდი, აი მონაკვეთიდან, რომელიც მე დავასახელე, უკანასკნელი 35 თითქმის უკვე 40 წელიწადია, 9 აპრილამდეც და 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებით და მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ ნანატრი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოვიპოვეთ, ნანატრი სიტყვა ეს ხაზგასმით ვთქვი, იმიტომ რომ ან მოვიპოვეთ და ან ვერ მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა ვერ მოვიპოვეთ. ვერანაირი თავისუფლება ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. აი მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია ტრიალებს, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეს გახშირდა, ეს თავდასხმები და ამას რა თქმა უნდა აქვს გარკვეული მიზანი. ეს ისე არ ხდება, უმიზნოდ არ ხდება, სტიქიურად არ ხდება. ამის უკან დგას დაწერილი გეგმა, დაწერილი სცენარი, რომლის შესრულებისთვის საჭიროა ეს ყველაფერი, რომლის მიღწევისთვის აი ეს ნაბიჯები უნდა გადადგან და რა თქმა უნდა მათ ეს ნაბიჯები გადადგეს. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ამას ასე ვთქვათ, ვყლაპავდით უსიტყვოდ ვასრულებდით ყველა დავალებას, მაგრამ მადლობა ღმერთს დადგა პერიოდი, როდესაც ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა დავიწყეთ. ეს პერიოდი არ დამდგარა ადრე, ეს პერიოდი დადგა ახლა მართველი პარტიის ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ და ისიც დიდი დაგვიანებით, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასოდესო, ეს პერიოდი დადგა, როდესაც ჩვენ გარკვეულ წინააღმდეგობას უწევთ ამ დირექტივებს, ამ ბრძანებებს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ სუვერენიტეტი. ყველა მხრივ უნდა ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობის გათვალისწინებით, სუვერენიტეტი რეალობის გაუთვალისწინებლობას არ ნიშნავს, მაგრამ რეალობის გათვალისწინების შემდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო და ვიმეორებ მადლობა ღმერთს, მადლობა უფალს, რომ ჩვენი დღევანდელი მმართველი პარტია ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ არის თუ არა საკმარისი ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა, ან ყველგან და ყოველ დროს იდგმება თუ არა ეს ნაბიჯები, თუნდაც ქართული ოცნების მიერ, ამის შესახებ მე დღეს მექნება გარკვეული გაკვრით საუბარი, რომელიც არ იქნება ინტერესმოკლებული. ეხლა ვნახოთ ჩვენ იქიდან წამოსულ დირექტივებს, ვინ ყავს აქ, რომელიც ორივე ხელის აწევით მიესალმება ამ დირექტივებს და რომელიც არა მარტო მიესალმება, არამედ სულ მოუთქმელად ელოდება, რომ ასეთი დირექტივები გაჩნდება. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არავითარი პოლიტიკური ოპოზიცია არ არის დასავლეთის მეხუთე კოლონა და არის ის აგენტურა, რომელიც თავის დროზე მოგვისიეს და რომლებმაც მთელი ის უბედურებები, კასკადი უბედურებებისა, რაც დაატყდა თავს ქართველ ხალხს, აი ამათი ხელით გაკეთდა. ახლა ვნახოთ რა შეფასება მისცეს ამ რეზოლუციას, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციის წარმომადგენლები. სანამ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო, ნებისმიერი მსგავსი საქმე შეფასდება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამოხატულება. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ რეზოლუციაში შესაბამისი ჩანაწერების გაჩენასთან დაკავშირებით. აი ასეთი უცხვირპირო შეფასებები, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ბედისადმი და მომავლისადმი, როგორც ახლა თქვენ მოისმინეთ. აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც. მხოლოდ უპასუხისმგებლობა რომ იყოს, ამას კიდევ ავიტანდით, მაგრამ აბსოლუტური მოღალატეობრივი დამოკიდებულება. აბსოლუტური წყალი რომ არ გაუვა ისეთი, ბზარი რომ არ აქვს ისეთი. ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ
ბლომად არიან ეს ადამიანები საქართველოში დაფინანსებულნი, წახალისებულნი და საქართველოსთვის ავის მსურველნი და ავის მდომელნი. ახლა ნახოთ როგორია ხელისუფლების და მმართველი პარტიის დამოკიდებულება. მათ ალბათ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფნის დროიდან მოყოლებული ქონდათ შექმნილი ილუზია, რომ საქართველოს იყო მათი უკანა ეზო. დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ატარებს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს პირველ რიგში. არაფერი არ არის არც შინაარსში, არც თავის ამ დოკუმენტის რიტორიკაში პრაქტიკულად იმეორებს ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს, სადაც ჩამონათვალია ესეთი ტრადიციული რამდენიმე ადამიანის და რამდენიმე თემატიკის, რაც როგორც ჩანს მათი აზრით არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა დოკუმენტში მოხდეს +1 ქაღალდი, მეტი არაფერი. მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არა აქვს, როდესაც ისინი საქართველოსზე საუბრობენ და მათ განცხადებებს კი არა, საერთოდ ევროპარლამენტის ისეთი რეზოლუციები გვახსოვს 5-ზე მეტი უკვე, როდესაც აბსოლუტური ტყუილებით არის გაჯერებული. და ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში რომ ხდებოდა, ამის შემდეგ მარტო პოლიტიკურ დამოკიდებულებაში და პოლიტიკურ განცხადებებში კი არ მჟღავდებოდა და ვლინდებოდა ეს ყველაფერი, არამედ გადმოდიოდა ცხოვრებაში. და ჩვენ ცხოვრებაში ხდებოდა ისეთი ტრაგიკული მოვლენები, რომელიც ჯერ კიდევ არა გვაქვს აღნუსხული და აღწერილი ყველაფერი თავიდან ბოლომდე და მით უმეტეს გააზრებული ძალიან კარგად. თქვენ იცით, რომ ახლა მუშაობს დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც სწავლობს სააკაშვილის ფაშისტური ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე. და ბევრი რამ, რა თქმა უნდა, გამომზეურდება და შედეგიც დადგება, მაგრამ ჯერ ეს არის პროცესი, რომელიც არ დასრულებულა. მე ახლა თუ რა შედეგები მოქონდა ამგვარ დამოკიდებულებას ჩვენთან დასავლეთისა, ამის საილუსტრაციოდ, მხოლოდ მაგალითის სახით გიჩვენებთ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელიც არის ამ დასახელებული კომისიიდან, იცით თქვენ თუ რა უბედურება დატრიალდა ამათი მმართველობის დროს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სვანეთში, კერძოდ აფრასიძეების ოჯახში, აი ეს პატარა ეპიზოდი, რომელსაც გვიყვება მაშინ ბავშვი, დღეს უკვე გოგონა, რომელიც ყველაფერ ამას არა მარტო აღიქვამს და განიცდის, არამედ კვალს იმ ტრაგედიისა, დღემდე ვერ იცილებს ფსიქიკიდან და ცნობიერებიდან. მე ვიყავ მაშინ 7 წლის, თუმცა ძალიან ცხადად მახსოვს ეს ყველაფერი და შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის დამევიწყებინა ის საშინელება, რაც მაშინ გადავიტანეთ. სპეცოპერაციის დღეს ეს დაიწყო გამთენიისას, მაშინ როცა ბუნებრივია ყველა სახლში ვიყავით და ყველას გვეძინა, ვერტმფრენების და ტყუების ხმამ გაგვაღვიძა და ჩვენი ბავშვების გადარჩენა მამაჩემის წყალობით მოხდა, როცა მან ლოგინის ქვეშ გადაგუმალა ეს პატარა ბავშვები, იქვე იყვნენ ბებია და დედაც, რომლებიც ლოგინის გვერდითა მხრიდან შემოვიდნენ და გვეფარებოდნენ. მე მახსოვს, მე ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად ძალიან მეშინოდა და მარტი იყო, სიცივე იყო და ჩაცმაც კი ვერ მოვასწარით, ისე შევყარეს ლოგინის ქვეშ და დედა მეუბნებოდა, რომ კედელთან რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი, რომ ტყუებს არ მოერწიათ. ამ დროს მამაჩემი შმაგე აფრასიძე ირგვლივ გვაფარებდა ნივთებს, როგორც შეეძლო. რო ტყუებს არ მოეწიათ, იმიტომ რომ აი როგორ აღწერო არ ვიცი, ფანჯრებიდან, კარებიდან, ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ეს ტყუები. აი ეს არის ის რის შესახებაც დოსტოევსკიმ ბრძანა თავის დროზე, ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია. მე არაფერს ვამტკიცებ აფრასიძეების დანაშაულის ჩადენასა თუ უდანაშაულობის შესახებ. ეს არ არის ჩემი საქმე და ჩემი კომპეტენცია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ისინი დამნაშავეები იყვნენ, აი ასე ქმედება, ასეთი მოპყრობა ადამიანების მიმართ, ოჯახის მიმართ, ხანდაზმულების მიმართ, ბავშვების მიმართ დასაშვებია?
რა თქმა უნდა არ არის დასაშვები, მაგრამ ეს კეთდებოდა ხაზგასმულად. ეს კეთდებოდა შიშის დასათესად და დასანერგად. ეს კეთდებოდა იმის სათქმელად, რომ მოვედით სასტიკები, მოვედით დაუნდობლები, მოვედით ცივსისხლიანები, გეშინოდეთ ჩვენი და ძრწოდეთ. აი, ამისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ შეხედეთ სანამდე მიდის უტიფრობა. შეხედეთ რას ამბობენ ეს ადამიანები, მას შემდეგაც, როდესაც ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე უკვე საზოგადოება ალაპარაკდა. შეხედეთ მათ მონანიების ელემენტის კი არ გაჩენიათ. მათ არ გაჩენიათ სურვილი, რომ ბოდიში მოეხადათ. იმის სურვილიც კი არ გაჩენიათ, რომ სადმე რამე შეცდომა დაუშვითო. ეს მაინც რომ ეთქვათ და ეღიარებინათ. აი ეს ვაჟბატონი, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ბატონი ბარამიძე, ვნახოთ როგორ ყვება ამის შესახებ. სისულელი ეხა რასაც მეუნებით, თუ ვინმე თქვა, რომ იქ იყო რამე შეცდომა. იქ იყო სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნილი. 11 ვერტფენი, სხვა შორის რაც კი ვერტფენი ქონდა საქართველოში მაშინ, ყველა ვერტფენი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იმის და დავალება იყო ესეთი, რომ დააპატიმრებთ კონკრეტული ეჭვმიტანილები. თხილად იყავით, რა ბუნებრივია, ჩვენ ვიცოდით ინფორმაცია წინასწარ ქონდა, ისინი არის ძალიან მაგრა შეიარაღებულები და მათ ქონდათ ერთმნიშვნელოვანი ბრძანება და მე ამ ბრძანებას დღესაც გავცემდი, რომ თუ გაგიწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, თქვენ იქიდან კუდამოძუებულები არ ჩამოდიხართ. გესურიან ესურით, დააპატიმრებთ და ჩამოიყვანთ. ესე იგი, რას გვიმტკიცებს ეს კაცი? მიზანი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე. მიზანი უფრო მეტია, ვიდრე ხანდაზმული ადამიანებისთვის საშიშროების შექმნა. მიზანი უფრო მეტია, ვიდრე ბავშვების დაყენება ცეცხლის წინაშე. აი ამას გვიმტკიცებს ეს კაცი, იმიტომ რომ ამ კაცის ტვინში სხვა შეხედულება ჰუმანისტური, საზოგადოებრივი, ზნეობრივი უბრალოდ არ ჭაჭანებს, არ იხარშება. ასეთი თავი ადგას მას მხრებზე და რატომ? იმიტომ რომ აი ამ რეგვენი თავის უკან იდგა სხვა გაცილებით უფრო რეგვენი თავი. თქვენ გონიათ ეს ბარამიძის ბრძანება იყო და ბარამიძის გადაწყვეტილება იყო? არა. როგორ გეკადრებათ? მე მინდა შევახსენო ყველას, დღემდე ვინაცეები იძახიან, რომ აი რა საშინელება ჩაიდინა სააკაშვილის მთავრობამ, მე მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი ბრძანება, მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების და ერთი წამით ამას ავნანობ. ეს იყო ბანდა იქ აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა თელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მაღალ კოშკში. და ჩემი ბრძანებით ჩვენი ვერტმფრენებიდან გაიხსნილი იქნა ციფლი, მათ შორის რაკეტებით, ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ბანდიტები კი არ განადგურდნენ, მარტო თუ კი ისინი ბანდიტები იყვნენ, არამედ განადგურდნენ უდანაშაულო ადამიანები. აი ამ კაცის თავში არასოდეს არ შევა ის ჭეშმარიტება, რომ უდანაშაულო ადამიანის გაწირვა არც ერთი მაღალი მიზნის თვის და მიზნის გამო არ შეიძლება. არ შევა ეს ჰუმანისტური დებულება ამ კაცის ტვინში. აი ამიტომ ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანები უნდა მოვიდნენ ისევ ხელმეორედ საქართველოს ხელისუფლებაში, რათა გაცილებით უფრო სასტიკები იყვნენ, რათა გაცილებით უფრო დაუნდობლები იყვნენ და მხოლოდ ერთ რამეში გაითვალისწინონ თავიანთი შეცდომა, როგორ არ დაკარგონ და როგორ არ გაუშვან ხელიდან ხელისუფლება. აი ეს შეიძლება დაუშვათ. ის ადამიანები, რომლებიც ამათ გვერდით დგანან და ამათ უჭერენ მხარს, ის ადამიანები ნორმალურია? ის ადამიანები ჩვენი საზოგადოების ორგანული ნაწილია? რა თქმა უნდა, არა, ისინი ამოვარდნილები არიან ქართული საზოგადოების კონტექსტიდან, იმიტომ რომ გადაგვარებას, სიძულვის, სისასტიკეს და ფაშიზმს უჭერენ მხარს მათ და სამწუხაროდ. სხვათა შორის ერთი შესაძლებელია კარგი თვისება ახასიათებს სააკაშვილს. ბოლოს ყველაფერს აღიარებს. აი როგორც ახლა აღიარა
სვანეთში ჩადენილი დანაშაული რომ მისი ბრძანებით მოხდა, ასევე აღიარა მან თავის დროზე 2008 წლის აგვისტოში მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის რომ აგვეყანა კონტროლის ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხედროსაც რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა ღმერთგამწყრალი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამტკიცოს და იძახოს, რომ არა ჩვენ არ ჩაგვიდენია ომი, ჩვენ არ დაგვიწყია. ომი სააკაშვილის მიზეზით და დანაშაულით კი არ მოხდა და მისი წამოწყება კი არ იყო, არამედ რუსეთი შემოიჭრა ჯერ საქართველოში. რატომ უნდა შემოჭრილიყო რუსეთი საქართველოში, განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, ანუ ცხინვალის რეგიონი ქვია. რატომ უნდა შემოჭრილიყო იქ რუსეთი? თუ არა ის ავანტურა, ის სიგიჟე, ის სიშლეგე, რომელმაც საქართველოს სამ ნაწილად დაშლამდე მიიყვანა და რომელიც იყო სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც თავის პირით აღიარებს. როგორ ამბობთ, როგორ ლაპარაკობთ, რომ ეს არ მომხდარა, რა კატეგორია ხართ, რა ადამიანები ხართ? გაუგებარი, საოცარია. მართლა საოცარია, ესეც გადაგვარების და უღმერთობის პირველი ნიშანია, როდესაც ჭეშმარიტებაზე თვალს ხუჭავ, როდესაც სიმართლის დანახვა და გაგონება არ შეგიძლია. ეს არის ღმერთის და ზნეობის წინააღმდეგ წასვლა და ამიტომ არის სწორედ რომ ყველაფერი ნებადართულია, მას შემდეგ რაც ღმერთი არ არსებობს. ახლა რა ხდება კიდევ ჩვენს თან დამოკიდებულებაში? რაღაც პოზიტიური ელემენტებიც გაიელვებს, თუნდაც იგივე დასავლეთიდან. მაგალითად, ამას წინათ ვიზიტი ჰქონდა საქართველოში ეუთოს გენერალურ მდივანს, რომლის ჩამოსვლა აქ ახლა ამ პირობებში რაღაცა გზავნილია, რაღაცა ნიშანია, რომელიც ევროპიდან მივიღეთ. თუ გავითვალისწინებთ გზავნილებს, ერთ-ერთი ვრცელი კომენტარი, რომელიც ეუთოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა მედიასთან, ეს იყო გუშინ გამართული პრესკონფერენცია, სადაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მთავარი გზავნილი იყო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და გამტკიცება, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ახლა ამ დროისთვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულებულია და მას შემდეგ, რაც ის პირველი დღის ფარგლებში უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, დღევანდელი დღე დაეთმო ოფიციალურ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე საინტერესოა ისიც, რომ შეხვედრა შედგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით საუბარი შეეხებოდა არჩევნებს, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. რაც შეეხება უკვე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებს. ერთ-ერთი მთავარი თემა ამ შეხვედრებზე იყო სწორედ ეუთოსა და ეუთოს დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს შორისა და მათ შორის საქართველოს შორის ურთიერთობები, მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. მაგალითად ვიცით ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა და მადლიერება გამოთქვა ასევე ეუთოს მონაწილეობის ძალიან დიდი წვლილისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, სადაც ეუთო არის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე. ახლა ძალიან ბევრს გახვერიან იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა ეს არ არის ლეგიტიმაცია. სიტყვების თამაშია ეს. ლეგიტიმაცია შესაძლებელია სხვა ცნებაა, მაგრამ აღიარება ხომ არის. აღიარება იმისა, რომ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ქვია ქართული ოცნება. პარტია ქართული ოცნება არის მმართველი პარტია. ამის აღიარება ხომ არის? ამას ხომ ნიშნავს ეს ვიზიტი? როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს? თუ კი მაინც და მაინც იმ სიტყვას ჩავაცივდებით, რომელსაც ლეგიტიმაცია ქვია, კი ბატონო, არც ევროპა, არც ეუთო, არც სხვა რომელიმე ორგანიზაცია არ არის წყარო ქართული ხელისუფლებისა და მაშა სადამე ის არ იძლევა ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა. თუმცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შარშან გაიმართა, დაადასტურა ის, რომ ის დღეს
მართლ პარტიას ქართულ ოცნებას ხედავს საქართველოს ხელისუფლებაში. ეს აღიარა ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტმა საქართველოში. დაადასტურა ეს. ამის უარყოფა არ შეიძლება, თუმცა მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ანუ აგენტურა დასავლეთისა, სხვანაირად გაქივის. სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან აქტორებს წარმოადგენენ არჩევნების კონტექსტში ან სხვადასხვა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ავტორიტარულ რეჟიმებსაც ხვდებიან. აქედან გამომდინარე მივანიჭოთ რაიმე სახით მნიშვნელობა და ეს ყველაფერი და ზოგადად ეს შეხვედრა და ეს ვიზიტი მივაბად რაიმე სახით ლეგიტიმაციის საკითხს, ეს ჩემი აზრით არ იქნება სერიოზული. როდესაც სერიოზულად ლაპარაკობ სისულელეს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სისულელე ამითი გონივრულობად იქცევა. არა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თავს იყენებ კომიკურ სიტუაციაში, როგორც ახლა ეს ახალგაზრდა ქალბატონი აკეთებდა. აი კიდევ ერთ-ერთი წარმომადგენელი აგენტურისა. ვიზიტის შედეგად, მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება, რა თქმა უნდა, ეს შტაბეჭდილება, რომ ამ ადამიანის მათ შორის არ ესმის ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი ვერ აღწევს იმ ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, და ეს იმ აღიარებას, რასაც ის ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში. თუთიყუშის სინდრომი შეგვიძლია ამას დავარქვათ. ვიღაცა ეუბნება ამათ, შპარგალკას აძლევს, რომ აი ასეთი შეფასება მიეცით. და ესენიც თუთიყუშებივით დგანან და იმეორებენ. არ წვენიათ. შუბლის ძარღვი არ უტოკავთ, იმიტომ რომ არა აქვთ ეს ძარღვი. იმიტომ რომ არა აქვთ სინდისი. იმიტომ რომ არა აქვთ ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. აი კიდევ ერთი მათგანი. უნდა ჩამოსულიყო, ჩემი აზრით არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა ამ რუტინულ შეხვედრაზე და ეს კაცი ვერ გააჩერეს ასეთ რუტინულ შეხვედრაზე და მოსკოვში ჩასვლისგანაც. ამიტომ ესეთ რაღაცები მოხდება, გაეროს გენერალური მდივანი, გაეროს სამდივნოდან შეიძლება ასევე რაღაცები ჩამოვიდა, ოღონდ არაფერს არ თulis ეს ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ამ კაცმა რომ გითხრა ახლა ეუთოს გენერალური მდივანი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. რატომ? რასთან რაზე დაფუძნებით? რას ქვია არ უნდა ჩამოსულიყო? რატომ არ უნდა ჩამოსულიყო? ჩვენ რა გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა ეუთოსთან და ევროპასთან ჯერჯერობით? არა. ამიტომ რას ნიშნავს რომ არ უნდა ჩამოსულიყო? რატომ ლაპარაკობ ამას? რატომ აძლევ თავს აი ასეთი განცხადების კეთების უფლებას? რატომ? იმიტომ რომ ეს განცხადება თვითონ მას არ გაუკეთებია, ეს განცხადება სხვებმა გააკეთეს და სხვებმა უთხრეს რომ ასე თვითონ გვიწაღან და კიდევ ვიმეორებ. კერძოდ მოხდა ასეთი ამბავი რომ ვიღაცა უილსონი რომ არის ამერიკაში, რომელიც ამათ ხარეს არის, ამ აგენტურის ხარეს არის, ამათი ერთ-ერთი შეფია, აი ეს კაცი მოუწოდებდა ეუთოს გენერალურ მდივანს. შენ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, იმიტომ რომ ეს გავს ლეგიტიმაციას. აი ნახოთ ეს სიუჟეტიც. ვიდრე ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა და ვრცელი წერილი მას კონგრესმენმა ჯო უილსონმა გაუგზავნა, სადაც ის განმარტავდა მიზეზებს თუ რატომ არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში და ერთგვარად შევასაძლევდა მას ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი ლეიტმოტივი კი რომელიც ამ წერილს გასდევდა, იყო ის, რომ მისი ვიზიტი იქნებოდა გამოყენებული საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის. ტუტუცია ვიღაცა ეს უილსონია თუ ეშმაკია, მაგრამ კიდევ კარგი რომ ის არ განკარგავს ყველაფერს, არც ამერიკაში და მით უმეტეს საერთოდ დასავლეთში. ამიტომ მისი რჩევა ყურად არ იღეს და ეუთოს გენერალური მდივანი აქ ჩამოვიდა, მაგრამ მისი შიკრიკები, მისი შეგირდები, მისი დაქირავებული მოლაყბეები აქ ახმოვანებენ იმას, რაც იქ თქვა უილსონმა, აი კონკრეტული ფაქტი და კონკრეტული მაგალითი ამის. ახლა ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, ცივ წყალს გადაასხამს ქართული ოცნების ხელისუფლების, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი.
მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა ნაცმოძრაობაში, როდესაც ვიზიტით ჩამოვიდა ეუთოს გენერალური მდივანი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ-ერთ პატრონს შეერთებულ შტატებში, ბატონი ულსონს არ ჰქონდა სურვილი, მეტიც მიიწერა ეუთოში, რომ არ განხორციელებულიყო ვიზიტი საქართველოში. რაც პირდაპირ გზავნილია, რომ ბატონი ულსონი არის პირდაპირ მოწინააღმდეგე საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს საზოგადოების. მაგრამ რა თქმა უნდა, ეუთო გახლავთ ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ახლა ულსონის მსგავსი პოლიტიკანების განცხადებაზე არ დადის და ის დადის საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე. აი ასე როგორც გითხარით, ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მცდელობას, რომ გაეშავებინათ ეს ვიზიტი ეუთოს გენერალური მდივნისა, რომ ეს არ ყოფილიყო აღიარება დღეს არსებული ხელისუფლებისა ევროპის მიერ. აი ეს სიტუაცია რომ შეექმნათ ამ მონდომებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული და აქ დამთავრებული, როგორც გითხარით, ცივი წყალი გადაასხეს, მაგრამ ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა სხვა შემთხვევაში ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება, ქართული ოცნება თუ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ და პარლამენტში არიან. არა, ყოველთვის სამწუხაროდ ამას არ ნიშნავს და ამის შესახებაც ჩვენ ორივე სიტყვას ვიტყვით, მაგრამ მანამდე მოდით ცოტა ამოვისუნთქოთ და ის რუბრიკა, რომელიც ოდნავ ახალისებს ამ საერთოდ მძიმე გადაცემას. ეს არის ფსიქიატრიის რენტგენი, სადაც ჩვენ წარმოგიდგენთ გარკვეულ პერსონაჟებს, რომლებიც შეუსაბამოდ და არაადეკვატურად იქცევიან და მათ გარკვეულ ადგილებსაც ვანიჭებთ, გახსოვთ ეს ჩვენი წინა გადაცემებიდან. მე-12 ადგილზე გასული ვიდეო. რაც ქონდა ხვიჩას. არც ერთი გუნდი არ შესთავაზებს პირობითად ხვიჩას იმ პირობებს, ვერცერთ ევროპულ საშუალო თუ გრანტში ვერ გაყიდის ხვიჩას მესვეული, ხვიჩას იმ ფასად, როგორც დავუშვათ ზენიტში. რა თქმა უნდა. ეს არის 2-2-4. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. იმიტომ შავი ფული არა აქვთ იმ კლუბს. და იმაზეც უნდა შევთანხმდეთ და შავ ფულზე არა ესაუბარი. მოდი ვთქვათ რა, ვიღაცა შეიძლება ეს ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხვიჩა არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს, ჩვეულებრივი ფეხბურთელი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხვიჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის დინამო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი. თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ პოლიტიკურ გადაცემაში ეს სპორტული თემა რატომ შემოიტანეო, მაგრამ მე გიპასუხებთ, რომ ეს აბსოლუტურად არ არის სპორტული თემა. მართალია აქ ხვიჩა კვარაცხელიაზეა საუბარი ჩვენს უბწყინვალეს ფეხბურთელზე, რომელმაც 1000-ჯერ გვასახელა ევროპაში, მაღალ დონეზე, მაგრამ აქ სხვა რამეს ამ გვაქვს საქმე. თქვენ ხომ არ გონიათ აქ ფეხბურთელს აფასებდნენ ეს ქალბატონები და წამყვანი. და ან სპორტსმენს აფასებდნენ. არა, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები. ხვიჩა კვარაცხელია არ გამოდგა ამათი მხარდამჭერი. ანუ ხვიჩა კვარაცხელიას ეყო გონებაც, ეყო გამბედაობაც, რომ ამ წნეხს არ დაქვემდებარებოდა და მან არ გააკეთა ის პოლიტიკური განცხადებები, რისკენაც ესენი მოუწოდებდნენ. მოუწოდებდნენ კი არა, რა ფორმით, რა მეთოდით, რა წესებით, რა ძალადობით არ აიძულებდნენ რომ ეს გაეკეთებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ამიტომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ დავინახეთ არის პოლიტიკური თემა. თემა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკით გამოწვეულ და პოლიტიკით განპირობებულ სიძულვილს ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდებული სპორტსმენისა და ფეხბურთელის მიმართ. აი ამიტომ ეს არის ის დაავადება, ის სენი, რომელიც ქართული საზოგადოების ერთ სერიოზულ ნაწილს სჭირს. ჩვენ და სამწუხაროდ. მე-11 ადგილზე გასული ვიდეო.
მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების, ბნელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ბნელი ნაწილს წარმოადგენდა სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას, მათ შორის ამ ეთერში ძალიან ბევრი იყო ამაზე საუბარი, ერთ-ერთი მთავარი ავტორი, თანაავტორი მთლიან პოლიტიკისა, სწორედ ეს ადამიანი გახდათ პერსონალურად და პერსონალურად არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა თუნდაც 2004 წლის ზაფხულში, როდესაც დაიწყო ცხინვალის ავანტიურა, რომლის დასასრული იყო მხოლოდ ის, რაც მოხდა 2008 წელს. აი ეს ადამიანი ახლა ზის კეზერაშვილის ტელევიზიაში და ამტკიცებს აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, ვიდრე მაშინ ამტკიცებდა. რა არის აქ ფსიქიატრიულიო შეიძლება თქვენ გაგიკვირდეთ და მკითხოთ. ფსიქიატრიული ეს მოვლენა თავისი არსით. იმიტომ რომ როდესაც უზნეობა მიდის იმ დონემდე, რომ დღეს შეგიძლია შავზე თეთრი თქვა და ხვალ შეგიძლია პირიქით თქვა ეს ყველაფერი, აი ეს უკვე ფსიქიატრიული პრობლემებია. ეს არის დაავადებული ცნობიერება, ეს არის გამორჩენის მაძიებელი ცნობიერება, ეს არის მიტმასნის მაძიებელი ცნობიერება და ეს კაცი მუდმივად მიტმასნულია ხან აქეთ, ხან იქით, გახსოვს ამის ბიოგრაფია, თუმცა მაინც და მაინც დასამახსოვრებელი გარდა იმისა, რომ აი ყვარყვარეობს მთელი თავის ცხოვრება, არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ეს გახსოვს, ხო? აი ამიტომ ფსიქიატრიული ამბებია ეს ყველაფერი, შესასწავლი ამბებია, ცუდი ფენომენია, უაღრესად ცუდი ფენომენია, ეს ერთი მაგალითის სახით, თორემ ყვარყვარეობა საერთოდ ყვარყვარე საქართველოში იმიტომ დაიწერა, რომ საქართველოში ეს სენი იქიდანვე იმ თავითვე შეიმჩნეოდა და დღემდე მოყვება ეს ჩვენი უბედურებაა და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამას, ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას, რამდენადაც ამას მოახერხებთ და არ უნდა მივიღოთ ბაჯაღლო ჭეშმარიტებად ეს ვაჟბატონები და ქალბატონები, რასაც გვიმტკიცებენ ხოლმე იმ ტელეარხებიდან, სადაც ჯამაგირს აძლევენ, სადაც ჰონორარს აძლევენ და აბსოლუტურად არ აინტერესებთ მათ რა პოზიციაა ის პოზიცია, რომელსაც ის ტელეარხები ამათ თავს ახლავს. რამდენად გამოადგება ეს ქვეყანას ხალხს მის მომავალს მის ხვალინდელ დღეს ეს არ აინტერესებთ, საკუთარი გამორჩენა არის უმაღლესი იდეალი. აი ეს არის ავადმყოფობა, ეს არის სწორედ ფსიქიატრიული პრობლემა. კიდევ ერთი ვიდეო, ეს გახლავთ მე-10 ადგილზე გასული ვიდეო. ეს არის 9 აპრილის სცენა. ეს არის ის ადამიანები არიან ესენი, რომლებმაც საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ საზოგადოება დაეყოთ ორ კატეგორიად. პირველი, ვისაც უფლება ჰქონდა 9 აპრილს მისულიყო პარლამენტის შენობის წინ და 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ხსოვნისათვის პატივი მიიღო. და მეორე, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა ამათი ჭკუით. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აი ასე იქცეოდნენ, როგორც ახლა თქვენ ნახეთ. კი ბატონო, შესაძლებელია ტრაგედიაზე იმად იქცეს რაღაცის გამო. შესაძლებელია ასე ხდებოდეს, იმიტომ რომ ამ დღეს დაუკავშირდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, გაიგივდა რაღაცნაირად გასაგებია, მაგრამ ეს ზეიმი იყო თქვენ ახლა რაც ნახეთ, თუ ეს იყო როკვა თავაშვებული ადამიანებისა. ეს იყო ცინიზმით გაჯერებული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წარსულის მიმართ. ეს იყო უზნეო ქცევა, ეს იყო უღმერთო ქცევა. როდესაც ღმერთი უარყოფილია, როდესაც ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებადართულია, სხვათა შორის აი ასეთი როკვაც, ასეთ ადგილებზე ნებადართულია. ჩვენ და სამწუხაროდ და მათ და სამწუხაროდ. მე-9 ადგილზე გასული ვიდეო.
შემდეგ გადამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც არ უნდა უცნაური იყოს და გაგიკვირდეთ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, როგორ ამბობთო, ყველგან პოლიცია, არცაც სამართალიო. შემდეგ მოხდა ჩემი გაშიშვლება, წრეების დარტყმა, ორი ბუქნის გაკეთება, ნასკების სამოტრიალება, ფეხსაცმელების სამოტრიალება. რა ჩემი საქმეა და რა თქვენი საქმეა, გასმარო თქვას, ადამიანი ასე დაიჯღაბნის საკუთარ სხეულს თუ თუნდაც ხელში დანას გამოისვამს საკუთარი ხელით. თითქოს არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ აი ამ კაცს რამე უნდა ათქმევინო იმისთვის, რომ დაინახო ეს კაცი ვინ არის და რას წარმოადგენს. თუ შეხედავ და ჩანს უკვე ნათელია, ხომ? საკუთარ სხეულს რომ ასე მოეპყრობა ადამიანი. ის საზოგადოებას რას უზამს, სხვას რას უზამს, ქვეყანას რას უზამს. ის ხომ უპასუხისმგებლობსაც ვერ დაარქმევ, უპასუხისმგებლობაზე მეტია ეს რაღაცით. ეს არის რაღაცა ჯოჯოხეთი, რაღაცა უბედურება და როდესაც რომელიმე პოლიტიკური სიტუაცია აი ამას წამოატივტივებს, აი ამ ძირიდან წამოსულ თხლეს რაღაც უბედურებას. ეს საზოგადოების პრობლემაა, ქვეყნის პრობლემაა, ხალხის და ერის პრობლემაა. მერვე ადგილზე გასული ვიდეო. არცნობს ამათ ლეგიტიმაციას ვიღაც უნკლების გარდა არავინ, ვიღაც ფლოსტებიანი ხალხი ცნობს მარტო ამათ, არავინ ამათ ხელს არ ართმევს, არავინ ამათ არ ხვდება და იმას რა ქვია და დადიან ჩუმად პანაშვიდებზე სადღაც სატირალი როა იმ კუბოს თავს ურტყავ. სატირალში ალბათ არ ვიცი რა იგულისხმება, მე მგონი რომის პაპის დაკრძალვა არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა ეგულისხმა, აი ასე აგდებით ამ თემაზე საუბარი ჯერ ერთი არ შეიძლება, მე ვინ არიან ეს ზუნკლები და ფლოსტებიანი ხალხი, აი ამ კაცს სოფლიო დაყოფილი ყავს ასე, მისი ჭკუის შესაბამისად. ფლოსტებიანი ზუნკლები და მათი, ასე ვთქვათ, საპირწონე მხარე. სულ ეს არის მისი პოლიტიკური საგზალი, რაც მას ცხოვრების განმავლობაში გამოუმუშავდა და რითაც მოდის. ეს არის ყველაფერი, რაც მან იცის. ამის იქით მას წვდომა არ აქვს მის და სამწუხაროდ. მე-7 ადგილზე გასული ვიდეო. მოთხოვნა ჩვენი პარტიის ძალიან მკაფიოდ ვაღოთ ამას. არის ახალი არჩევნების მიღწევა. ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ. თუ აქ ჩვენ ერთობა არ შევქმნით, წმენდა არ გვექნება და გვერდში დგომა არ გვექნება, ჩვენ ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. არც ერთი საქმე მე რაც ვიცი და უბრალოდ შეხება მქონია, რაც დაუწყიათ ამ ხალხს, შუა გზაზე არ მიუტოვებიათ და მიუყვანიათ ბოლო. გამოსავალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სამართლიანობის პირველი ქურუმი და პირველი დამცველი გამოგვივიდა ბატონი ხაზარაძე, მაგრამ მე ხაზარაძეზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. მე ფსიქიატრიულ კატეგორიას განვაკუთვნებ იმ ადამიანებს, რომლებიც ხაზარაძეს დასდევენ, რომლებსაც შეუძლიათ ხაზარაძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მივიდნენ და იქ რაღაც თქვან, მხარი დაუჭირონ ხაზარაძეს. ეს როდესაც ჭირს საზოგადოებას, აი ამის შემდეგ ძნელი ხდება ხოლმე საზოგადოების ორ პოზიციაზე გაყვანა, სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება და მით უმეტეს სწორი სტრატეგიის შემუშავება. იმიტომ კი არა რომ რომელიმე პიროვნებაში თქვათ წინასწარმეტყველურად უნდა ამოვიცნოთ, კარგი კაცია თუ ცუდი კაცი არა, ხაზარაძის მთელი ცხოვრება მეტყველებს იმაზე რომ ეს უარყოფითი პერსონაჟია, უარყოფითი პიროვნება. და რასაც არ უნდა გპირდებოდეს, რასაც არ უნდა გთავაზობდეს, უნდა გეყოს ძალა, რომ აქ არ აღმოჩნდე, აქ არ მიხვიდე. თორემ ეს უკვე გადადის არა მარტო სისულელეში და სიბინძურეში, არამედ ფსიქიატრიაში გადადის სამწუხაროდ. ასე ხდება ხოლმე. კიდევ ერთი ვიდეო, ეს არის მე-6 ადგილზე გასული ვიდეო.
აქციებზე რანაირი ხალხი დგას, ეს ჩვენ ვიცით, ვინც დავდივართ. ვისაც ამ ქვეყანაში რამე შეუქმნია, ხო, აი ძალიან დიდი ნაწილი იქ დგას. განათლებული, წარმატებული, პროგრესულად მოაზროვნე იქ ისწავლი ბევრ რაღაცას მართლა, აი ყველაზე ბედნიერად და კომფორტულად გრძნობ თავს იქ. ნუ რაც შეიძლება იქ ისწავლო თქვენ უკვე აი რამდენიმე წამიან კადრებში მოხკარით თვალი. რა შეიძლება იქ ისწავლოს ადამიანმა, მოზარდმა, ახალგაზრდამ თუ უკვე ასაკს მიღწეულმა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც მათთვის უმაღლესი ღირებულებაა. ეს არის ის, რაც მათთვის იდეალი და სანუკვარი რამ არის და ამიტომ აცხადებს ეს ხალბატონი, რომ იქ დგას ღირსეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების. სამწუხაროდ ეს მხოლოდ აი მიტინგების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კი არ არიან, იქ სადაც ასე ვთქვათ პოლიტიკური ცხოვრება დუხს ხოლმე. არამედ ყველგან არიან, ყველაფერს მოედნენ უკვე. ახლა ნახავთ თქვენ, ეს არის მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო. ამას არათუ რევოლუციასთან არ აქვს რამე კავშირი, ამას სახელმწიფო გადატრიალებასთანაც კი არ აქვს კავშირი. ეს რაღაცა უფრო ცუდი მოვლენაა, უფრო საზიზღარი მოვლენაა, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო გადატრიალება იქნება. ეს არის სატანიზმის შემოსვლა და შემოღწევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში ხდებოდა ხოლმე ეს ყველაფერი. ეს არის სატანიზმის შემოსევა და შემოღწევა ჩვენ და სამწუხაროდ. ახლა ვნახოთ ერთ-ერთი პოლიტიკური პერსონაჟის სინამდვილეში დამნაშავის, უკვე მჟავრდადებულის, უკვე გასამართლებულის მიმართ დამოკიდებულება ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის. აი მამაზე რო გაგანცდა რომ სანამ ცოცხალია არაფერი არ გემუქრება, ვერავინ ვერ დაგჩაგრავს. აი ესეთი განცდა მაქვს მიშაზე რომ მგონია რომ სანამ ცოცხალია რუსეთი ვერაფერს ვერ გვიზავს. ასე იგი რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად ვერ ივარგა ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მთელმა დასავლურმა სტრუქტურებმა და სამხედრო გაერთიანებამ. რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად არ გამოდგა, ვერ ივარგა. ამას რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად მიშა სააკაშვილი მიაჩნია. სად უნდა გაიზარდოს, სად უნდა მოახერხო, რომ აი ასეთი მატლი გაგიჩნდეს ტვინში. როგორ უნდა შეეძლო ეს? მართლა წარმოუდგენელი საოცარი რამ არის. სხვათა შორის რა კი სააკაშვილზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა მის ერთ-ერთ ლაფსუს ლინგვას შევეხო. აღდგომა ეს არის სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლეზე. აღდგომა ეს არის სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლეზეო, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. რა თქმა უნდა, ლაფსუს ლინგვა არსებობს. ალბათ დღესაც გადამიტრიალდა სადღაც რაღაცა შემეშალა სიტყვათა წყობაში ან რამე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეს დაემართოს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, სად მოიტეხა კისერი ამ საცოდავმა. მაინც და მაინც იქ, სადაც ქრისტეა, სადაც აღდგომაა, სადაც უმაღლესი სიწმინდეა, სადაც ღმერთია. აი იქ დაემართა ეს ლაფსუს ლინგვა, მე ეს რაღაცაზე მიმანიშნებს. ეს ჩვეულებრივი გადაბრუნება კი არ არის სიტყვისა, არამედ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ კაცში ღმერთის არაფერი არ არსებობს. და კიდევ ერთი ვიდეო, ეს გახლავთ უკვე მეორე ადგილზე გასული ვიდეო ჩვენი დღევანდელი რეალობიდან.
ჩვენი დამარცხება არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ჩვენ რო ვკვდებით, უფრო ცოცხლები ვხდებით. უფრო. რა არსებობს? აი ფიზიკურად თუ გამანადგურებ, უფრო ცოცხალი ვიქნები. ეგრეა. ახლა ვლაპარაკობდი სწორედ ამ ლაფსუს ლინგვაზე, ამას ლაფსუსი არ მოსვლია, რის თქმაც უნდა ის თქვა და თითქოს გამოასწორა ის ლაფსუს ლინგვა, რაც მოუვიდა სააკაშვილს. თითქოს გამოასწორა, მაგრამ არა, იმიტომ კი არა, რომ მან რამე ქრისტიანული იგულისხმა ამაში, რამე ღვთაებრივი იგულისხმა, რამე თუნდაც ადამიანური იგულისხმა. არა, ეს არის მისი ამოჩემება, აკვიატება, რომ ისინი არიან მართლები, იმ შემთხვევაშიც კი ფიზიკურად რომ დაიღუპონ, ამ შემთხვევაშიც კი იმდენად მართლები არიან, რომ ისინი ცოცხლებად დარჩებიან. აი ეს გვითხრა ამ ქალბატონმა, მაგრამ სინამდვილეში რა თქმა უნდა კომედია ეს ყველაფერი და არა მარტო კომედია, არამედ ფსიქიატრია და ამის შემდეგ პირველ ადგილზე რა უნდა იყოს თითქოს, რომ აი ყველაფერი ამის აი აქ ამოარჩიო და პირველ ადგილზე გავიდეს ვიდეო მასალა, მაგრამ არის ასეთი ვიდეო მასალაც, პირველი ადგილი. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ვენდობი ამ ქვეყანაში, არის ამერიკის ელჩი, ამერიკის საელჩო. ჩვენი აწყობილი არ არის, სხვა მაგვიწყო. ხო არიან აი ადამიანები, ხო არიან რომლებიც ენდობიან პატრიარქს. ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი. იაგო. აი როგორ შეიძლება ასე დაგაბრმავოს რაღაცის მიმართ მიჯაჭულობა. როგორ შეიძლება ასე დაკარგოს საერთოდ ყველანაირი ღირებულებითი კატეგორია. როგორ შეიძლება საპატრიარქოზე უფრო მაღალ ცნება დაღიარო რომელიღაც სახელმწიფოს საელჩო, რომელიც სხვათა შორის თავს გვაწონებს, არა, პირიქით თავს გვაძულებს მისი საზღარი ქმედებებით უკვე რამდენი წელიწადია საქართველოში. თავს გვაძულებს იმითი, რომ მოძალადეა, თავს გვაძულებს იმითი, რომ სულ მუდმივად თავს გვახვევს რაღაცას და საპატრიარქოზე უფრო მეტი სიწმინდე რანაირად შეიძლება იყოს ან ამერიკის საელჩო და ან რომელიმე სხვა ქვეყნის საელჩო. როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ეს თქვას? შენ გაეცი ამ შეკითხვას პასუხი. ახლა ამით დავამთავროთ ეს რუბრიკა და გადავიდეთ სხვა თემებზე. სხვა თემებზე გადავიდეთ. ეს არის საკადრო ცვლილებები, რომელიც ბოლო დროს განხორციელდა. ეს არის ერთი სფერო, ერთი უბანი ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერებისა, რომელმაც ჩვენ რა თქმა უნდა დაგვაინტერესოს და უნდა ვიფიქროთ, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ საკადრო ცვლილებებია თუ მის უკან რამე ჩანს. მაშასე სიუჟეტი. როგორც ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კადრების სრული წმენდა გამოაცხადეს. ვარ სულდრად დარწმუნებული იმაში, რომ ადამიანი ხანაშელი იქნება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისელი ადამიანი და ეს არის ის თვისებები, რაც აუცილებელია იმ პოზიციის დასაკავებლად, რასაც ქვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შეიძლება ჩაითვალოს როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, სადაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება. აი, ასეთი გახლავთ ეს ცვლილება, უშიშროების სამსახურის შეფის პოსტი დატოვა ბატონმა ლილუაშვილმა და ეს ადგილი დაიკავა ბატონმა ოხანაშვილმა. ეს არ არის ჩვეულებრივი საკადრო მოვლენა. სხვათა შორის უშიშროების სამსახურს, როდესაც ეხება საკადრო ცვლილება, მის უკან ყოველთვის რაღაცა მოიაზრება ხოლმე. რაშია საქმე? იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მხოლოდ ჩვეულებრივ უწყინარ რიგით საკადრო ცვლილებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ უშიშროება მოგეხსენებათ, ეს არის ის საფუძველი, ფუნდამენტი, რომელზეც დგას ქვეყნის დამოუკიდებლობაც, თავისუფლებას, სუვერენიტეტიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ შეიცვალა და რატომ შეიცვალა მაინც და მაინც იმ დროს, როდესაც ირგვლივ ძალიან ბევრი რამ ხდება, საყურადღებო. ირგვლივ ხდება ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის მსოფლიოს ერთპიროვნული ჰეგემონი,
ჩვენს თვალწინ იბადება მრავალბოლოსიანი მსოფლიო, ჩვენს თვალწინ ერთბაშად გაიზარდა რუსეთის როლი, ჩვენს თვალწინ მოხდა ის, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში დამარცხდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის ნატო და სხვა გაერთიანებები. ფაქტია ეს უკვე თითქმის ბოლომდე მისული ფაქტია და ამ დროს ეს ცვლილება ერთბაშად რამესთან ხომ არ არის დაკავშირებული. მე ამის იქით ვერ წავალ. მე არ შემიძლია ეს ვარაუდები გამოვთქვა და ასე ისე გამოვთქვა, იმიტომ რომ მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. მაგრამ თქვენ საზოგადოება თითოეული მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა უნდა ხვდებოდეთ, რომ ასეთი რაღაცა ისე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ ხდება. როგორც მოწმენდილ ცაზე მეხი არ წარმოიშვება, ისე არ წარმოიშვება ასეთი რაღაცები უბრალოდ და უმიზეზოდ. ამიტომ ეს თემა მე მგონი დასაფიქრებელი თემაა. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი საკადრო პოლიტიკა, რომელიც ასევე დასაფიქრებელი უნდა იყოს სრულიად საქართველოსთვის. დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. და ბუნებრივი ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინეევანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა. დამოუკიდებლად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. აი, ასეთი განცხადება, ასეთი ფაქტი. ვინ არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი? ეს არის კაცი, რომელმაც თავის დროზე მისი პირადი ინიციატივით და მონდომებით, მას საამისო ძალა ყოფნიდა, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი იყო, კონსტიტუციაში შეატანინა ოჯახის დეფინიცია. ეს არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობა. ეს არის ბატონი ირაკლი. ბატონი ირაკლი არის ის კაცი, ვინც სხვათა შორის სუვერენიტეტზე ვილაპარაკე და ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, დადებით მომენტებზე, რომ სუვერენიტეტის მოსაპოვებლად იბრძვის, მეთქი თუ ვინმე იბრძოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იყო სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის კაცი, რომელმაც თავის დროზე გაბედა და თქვა, რომ დიდი სამამულო ომი და თუ გნებავთ მეორე მსოფლიო ომი, ეს ერთი და იგივეა ხომ ჯამში. აი ამ ომში გამარჯვება მოიპოვა ქართველმა კაცმაო, იოსებ სტალინმაო. ესეც ძნელი სათქმელი იყო და ძნელი სათქმელია დღემდე ჩვენს პირობებში სამწუხაროდ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. და ეს კაცი, როდესაც ახლა მაინც და მაინც აქტიურ პოლიტიკურ პოზიციაზე არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი თანამდებობა ეკავა, ის იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, უზარმაზარი თანამდებობა ეკავა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არ იყო. ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ ერეოდა. რატომ უნდა წასულიყო ეს კაცი ამ თანამდებობიდან და საერთოდ პოლიტიკიდან? ასე თქვა მან, ხო? პოლიტიკიდან მივდივარ. ესეც ისე მოხდა, მოწმენდილ ცაზე გავარდა მეხი, თუ რაღაცა ხდება, დავფიქრდეთ. სხვას არაფერს არ გთავაზობთ. დავფიქრდეთ, რაღაცა მზადდება, ვიღაცამ ჩვენზე მეტი იცის, ვიღაცას მეტი ინფორმაციისთვის მიუწვდება ხელი და რაღაცა ისეთი მასშტაბური მოვლენა მოდის, რომლისგანაც ვიღაცა ან თავს იზღვევს, ან ეს საკადრო ცვლილებები
გამოწვეულია იმითი, რომ იქნება სწორედ რაღაცას უნდა შეუწყოს ხელი და ასე შემდეგ. ბევრ ფიქრს აღზრავს ასეთი ცვლილებები ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ კი ზოგიერთ რამეში როგორც წეღამ თქვია, ცივი წყალი გადაასხამეთ კი ბატონმა მაჭარაშვილმა დასავლურ პოზიციას, ევროპულ პოზიციას, კი ხანდახან ასე ცივ წყალს გადაასხამენ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ხელში არ უჭირავთ და არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩნდება კითხვის ნიშანი, რატომ ხდება ეს ასე და ეს კითხვის ნიშნები ჩვენ უნდა დავსვათ და გავიაზროთ კიდეც რამდენადაც ამას მოვახერხებთ. ახლა კიდევ ერთი საკითხი, თქვათ, აი ასეთი კონკრეტული საკითხი, რომელიც ძალიან ბევრის მთქმელია. ნახოთ სიუჟეტი. ნატო საქართველოს სწავლება 2025 დაიწყო, რასაც საქართველოს თავდაცვის უწყება მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად წანისში საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს. ნატოს სწავლება, ნატოს წვრთნები, ნატოსთან ურთიერთობა საქართველოში დღეს ეს სწორი პოზიციაა? ეს არის სუვერენიტეტის დაცვა თუ ეს ისევ ძველი არსენალიდან არის, ძველი სიმღერიდან არის, ასე ვთქვათ, რუდიმენტივით შემორჩენილი და დღევანდელობაში გადმოსული. ეს ის ვითარებაა, რომელსაც ქართული ოცნება ჯერ კიდევ ვერ ერევა, თუ ეს ის ვითარებაა, რომლის გაგრძელება სურს ქართულ ოცნებას. ეს შეკითხვას, რომელიც მე ახლა დავსვი, არის სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა. და ეს არის შეკითხვა, რომლის შესახებაც ჩვენ დაფიქრება გვმართებს, იმიტომ რომ სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ვსაუბრობთ საქართველოში. ეს არის სწორედ ის სტრატეგიული მიმართულება, დასავლეთი, ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ასე შემდეგ. და რამდენად გაამართლა ყველაფერმა ამან. ან მას შემდეგ, რაც ნატოს მიმართ ძალიან ამრეზილია ბატონი ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი. აგერ დაფინანსებაც კი არ არის, ნატოს დაფინანსება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში. როდესაც ნატოს წევრებს ის პირდაპირ ეუბნება, რომ მე არ დაგიცავთ თქვენ. იმიტომ რომ, ფინანსებზეა ძირითადად აქცენტი, מחვილი, მაგრამ ხომ არის ეს წინააღმდეგობა და ამ დროს ხომ შეიძლება რომ ამ საბაბით თუ პირდაპირ არ ვეტყვით რომ არა ჩვენ ნატოს სამწყვეტ ყოველგვარ კავშირს რაღაცა საბაბით ხომ შეიძლება ვთქვათ რომ აი ახლა მორატორიუმი გამოვაცხადოთ, გადავდოთ, გადავწიოთ ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ეთყობა დღევანდელ ხელისუფლებას აქ არ ეთქმის გადამწყვეტის სიტყვა და წინააღმდეგობას ვერ უწევს ან არ სურს წინააღმდეგობის გაწევა. არ ვიცი, არ ვამტკიცებ არც ერთს და არც მეორეს. შეკითხვებს ვამ და საკითხს ვაყენებ. ეს არის ძიმე საკითხი. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს სპეციალური საგამოძიებო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც ამას სწავლობს, რომელმაც ეს ყველაფერი პროკურატურას უნდა გადასცეს, მერე სასამართლომდე უნდა მივიდეს და ეს პარტიები უნდა აიკრძალოს, მაგრამ აი ამ გადაწყვეტილებაშიც ინტონაციები შეიცვალა. ახლა ვნახოთ, როგორი იყო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგცემს მყარ საფუძველს მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება. აი ასეთი იყო ეს განცხადება, ეს
ამერიკელების გამოთქმას გამოვიყენებ, ეს სხვისი ძაღლიშვილები უნდა აიკრძალონ. იმიტომ რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნის კონსტიტუციას, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტერესებს და მიდიან ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ამიტომ ეს უნდა აიკრძალოს. ასეთია წინასაარჩევნო დაპირებას, როგორც ბატონმა მდინარაძემ გითხრა და ასეთი იყო ეს გადაწყვეტილებაც, რომელიც თითქოს მიღებული იყო. ამიტომ აქ თითქოს არაფერი არ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ახლა ვნახოთ როგორ განვითარდა მოვლენები. ამ გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია გაჩნდეს რეალური საქმეზე ეროვნული ინტერესებზე ორიენტირებული ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებული ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ, უცხოელ პატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ თვითონ პოლიტიკოსებს. ესე იგი ხედავთ რა უბედურებასთან გვაქვს თურმე საქმე, არა მარტო ის, რომ ეს დამნაშავე ძალა, ბოროტი ძალა, უკეთური ძალა ხელისუფლებისკენ ისწრაფვის, არამედ მათი არსებობის პირობებში არ შეიძლება ნორმალური ოპოზიცია ჩამოყალიბდეს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ოპოზიცია, ქვეყნის ინტერესების დამცველი ოპოზიცია. არ შეიძლება ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ მათ უცხოელი პატრონები ყავთ, ის პატრონები აძლევენ უზარმაზარ დაფინანსებას და ამ დაფინანსებას წინ ვერაფერი აღუდგება, ვერც ერთი ძალა ვერ შეიქმნება, რომელსაც ამდენი კაპიტალი აღმოაჩნდება. ანუ ეს ბურჟუაზიული კაპიტალისტური არჩევნების ერთი უბედურებაც გამოჩნდა ამაში, რომ ხალხი კი არ ირჩევს ვინმეს და რამეს, არამედ პრინციპში კაპიტალი წყვეტს ყველაფერს. მაგრამ დავანებოთ ამ თემას ახლა თავი, თავარია რომ ოპოზიციის ჩამოყალიბებას ამ ძალის არსებობა ეღობება წინ. ანუ ის მიზანგანზრახულობა, რომ ეს პარტიები ერთი პარტია სინამდვილეში, მაგრამ იბრალებენ რომ მithom სხვადასხვა პარტია უნდა აიკრძალოს. უნდა აიკრძალონ მრავლობითში ვთქვათ. აი ეს გადაწყვეტილება შემდეგ რატომ დგება ეჭქვეშ? ანუ რატომ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელსაც აი ეს ფუნდამენტური დებულება მიყავს კითხვის ნიშნამდე. აი ვნახოთ როგორ ვითარდება მოვლენები. 2012 კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დაფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას. რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყარე საქართველოში გარეძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი ცდელობა. ახლა რაც თქვა ბატონმა მდინარაძემ, რომ დაავალებენ პატრონები და ეს ძალა, ეს აგენტურა ისევ მიიღებს მონაწილეობას ახლა უკვე ადგილობრივ არჩევნებში. ესე იგი, დროებითი საგამოძიებო კომისიას ვადა რომ გაუგრძელდა, იმან გამოიწვია ეს შედეგი. და წეგან ვიკითხე, რატომ გაუგრძელეთ მაშინ ვადა თუ ამ შედეგამდე მიგიყვანდათ. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია. მე არ მაქვს უფლებამოსილება რომ ქართველი ხალხის სახელით ვილაპარაკო, მაგრამ ქართველი ხალხის განწყობილებებს ასე თუ ისე ვაგვირდები და ვიცნობ და აქედან გამომდინარე ეს ძალიან ცუდი თამაშია. თქვენ არ უნდა დატოვოთ ეს არამზადები, ეს დამნაშავეები, ეს ფაშისტები პოლიტიკურ სივრცეში. თქვენ თუ ამას ბოლომდე ვერ მიიყვანთ, მაშინ თქმა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გამოუტანოს ქართველმა ხალხმა განაჩენი და რაღაცა, ეს არის ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. სრული გულწრფელობით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ამას არ მიიღებს. იმიტომ, რომ მეც მეპარება ეჭვი და მასაც შეეპარება ეჭვი. ეს არის დასავლეთთან გარიგების, დასავლეთის მიერ რაღაცა სუღლუტური შემოთავაზების შედეგი და გახმოვანება და სხვა არაფერი. ამიტომ ეს ალბათ არ უნდა გააკეთოთ.
ახლა სხვა თემაზე გადავდივარ, ყველაფერ ამას, აი ამ დამოკიდებულებებს, აი ამ ტაქტიკურ კი არა, სტრატეგიულ შეცდომას, რომელსაც ჩვენ ათეულობით წლების განმავლობაში უშვებთ და არასწორი მიმართულებით მივდივართ კი არა, ვექაჩებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, არასწორი მიმართულებით და უშვებთ უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას. აი ეს ყველაფერი ვლინდება ბევრ სხვა რამეში. ეს ყველაფერი ვლინდება იქ მოვალთ ალბათ რითაც დავიწყეთ ღმერთის უარყოფაში, ზნეობის უარყოფაში, სიყვარულის უარყოფაში, ჭეშმარიტების უარყოფაში. აი ყველაფერში ერთად ვლინდება და ამიტომ მინდა გავიხსენო დღეს ერთი ფაქტი ჩვენი წარსულიდან, რომელიც არის შემზარავი, მე რომ კაცმა მკითხოს. Давай, здесь сам сейчас я его дал. ეს არის ქუთაისში განხორციელებული ვანდალიზმი, დიდების მემორიალის აფეთქება, რომელიც სააკაშვილმა დაგეგმა თავის დროზე. სწორედ იმიტომ, რომ ღმერთსაც ებრძოდა, ღმერთკაცსაც ებრძოდა, ისტორიასაც ებრძოდა და ზნეობასაც ებრძოდა და ჭეშმარიტებასაც ებრძოდა. ეს ფაქტი შემზარავი იყო არა მხოლოდ იმით, რომ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დედაშვილი დაიღუპა ამ ვანდალიზმის გამო, რომელიც ქუთაისში იქნა ჩადენილი. არამედ თავისთავადაც შემზარავი ფაქტი იყო. დიდების მემორიალი. ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირების უკვლავსაყოფად აღმართული მემორიალი. ამას რომ კაცი ააფეთქებს, აი ასე. როგორ უნდა ზულდეს მას საკუთარი ისტორიაც და როგორ უნდა ზულდეს ყველა ის, ვინც ფაშიზმს ებრძოდა. დასავლურ ფაშიზმს. ევროპულ ფაშიზმს, ვინც ებრძოდა, იმათი სიძულვილით განხორციელდა ეს საშინელი აქტი. ეს ერთი კონკრეტული ფაქტი კი არ არის, არამედ ციკლია მთელი. აი მაგალითად, იგივე სიძულვილის გაგრძელება, როგორ გადმოანთხია სააკაშვილმა იმ ვანდალურ, ასევე ვანდალურ აქტში, რომელსაც ახლა ნახავთ. აი ასე სამარცხვინოდ, ასე ვანდალიზმით, ასე დაუნდობლად გაათრიეს სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან, სადაც ის წლების განმავლობაში იდგა. 9 მაისი ახლოვდება დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლის თავი მოდის და ამიტომაც ვიხსენებ ამ ამბებს. ეს უკიდურესი სიძულვილის გამოხატულებაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფაშიზმს ებრძოლა, შეეწირა და დღემდე ებრძვის ფაშიზმს და მზად არის მუდმივად ებრძოლოს ფაშიზმს. ყველა ეს ადამიანი, ეს კატეგორია ისე ზულდა
ფაშისტ სააკაშვილს, რომ ასეთი ფორმებით ებრძოდა დიდების მემორიალსაც, სტალინის ძეგლსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ მინდა სტალინის ძეგლი დღეს რა მდგომარეობაშია, როგორ გდია პირქვე დამხობილი, აი ეს გაჩვენოთ, იმიტომ რომ სტალინს არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და თქვენც არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენოთ ამით, მაგრამ ხელისუფლებას მინდა უთხრა 80 წლის თავი ახლოვდება ფაშიზმის დავარცხებიდან. იმ გამარჯვების უმაღლესი მთავარსარდალი მის მშობლიურ საქართველოში, მის მშობლიურ გორში, კალახში უნდა ეკდოს და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორი პოზიციაა? ეს სწორი ტაქტიკაა? ეს სწორი სტრატეგიაა? არა ბატონო, მე მგონი რაღაც გვეშლება. სერიოზულად გვეშლება, მიუხედავად იმისა, თუ რა ძალის არის წნეხი, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს, უბრალოდ თქვენ გავალდებულებთ, რომ ასე მოიქცეთ. მიუხედავად ამისა, თქვენ ასე არ უნდა იქცეოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ამბავი გვაქვს. და ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განთავისუფლდა კურსკი фашистებისგან. Валерий Васильевич, добрый день. Здравия желаю, товарищ Верховный Главнокомандующий. Валерий Васильевич, знаю, что у вас есть информация по последним событиям на Курском направлении. Каковы результаты боевой работы за прошедшие сутки и за весь предыдущий период? Товарищ Верховный Главнокомандующий, сегодня освобожден от украинских подразделений последний населенный пункт на территории Курской области, село Горналь. При этом особо отличились подразделения 22-го мотострелкового полка 72-й дивизии, 810-й и 40-й отдельных бригад морской пехоты, 177-го отдельного полка морской пехоты и 1427-го мотострелкового полка. Таким образом, завершен разгром вооруженных формирований, вооруженных сил Украины, вторгшихся в Курскую область. Планы киевского режима по созданию так называемого стратегического плацдарма и срыву нашего наступления на Донбассе провалились. Поздравляю весь личный состав всех воинских подразделений, принимавших участие в разгроме неонацистских формирований, вторгшихся на российскую территорию в Курской области. Авантюра киевского режима полностью провалилась, а понесенные противником огромные потери, в том числе и среди наиболее боеспособных, подготовленных и оснащенных, в том числе и западными образцами техники силами ВСО, а это штурмовые подразделения, спецназ, безусловно, отразятся на всей линии боевого соприкосновения. Полный разгром противника в Курском приграничье создает условия для дальнейших успешных действий наших войск и на других важнейших участках фронта, приближает разгром неонацистского режима. Поздравляю весь личный состав, всех бойцов и командиров с этим успехом, с победой. Благодарю вас за проявленное мужество, героизм, за служение Отечеству нашему и народу России. Спасибо. დიდ სამამულო ომში მოგახსენებათ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა კურსკის ბატალიებს, პრაქტიკულად ეს იყო ხერხემალში გადატეხვა დასავლური ფაშიზმისა, გერმანული ფაშიზმისა, ეს იყო გამარჯვების საბოლოო გამარჯვების დასაწყისი. ამიტომ, როდესაც ახლა 21 საუკუნეში უკრაინელი და არა მარტო უკრაინელი, არამედ ისევ ევროპელი ფაშისტები აკეთებენ იგივეს მოდიან ამ ურჩხულით, რასაც ფაშიზმი ქვია, რასაც ნეოფაშიზმი ქვია და რასაც უბედურება ქვია და მსოფლიოს კიბო ქვია. აი კურსკის განთავისუფლება არის ნიშანი იმისა, რომ ეს ურჩხული მალე დაეცემა. ვინც არ უნდა იდგეს მის უკან.
ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი თუ სხვა ვინმე. ეს ახალი რეალობა დგება ბატონებო და ამ ახალ რეალობას ამთავითვე თუ არ აუწყვეთ ფეხი, ამთავითვე თუ არ გავიაზრეთ რა როგორ და რანაირად, ასეთ შემთხვევაში გაგვიჭირდება, მე ვეღარ დავეწყერით, მე ძნელი იქნება. ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის გასააზრებელი, გადასაფასებელი და ხელახლა ჩამოსაყალიბებელი იმის შესაბამისად, თუ რა სტრატეგია უნდა მიუსადაგოთ და რა ტაქტიკა უნდა მიუსადაგოთ. მე ეს გადაცემა შემთხვევით არ დამიწყია დოსტოევსკის სიტყვებით, ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია. რა არის ის, რის ირგვლივაც შეიძლება საზოგადოება გაერთიანდეს? რა შეიძლება იყოს ის ფაქტორი? ამასთან დაკავშირებით მარტო მე კი არ ვფიქრობ, სხვაებიც ფიქრობენ. მაგალითად, ჩემი კოლეგა ტელეწამყვანი ბატონი მიხალკოვი მყავს მხედველობაში, რომელიც რუსეთში აკეთებს უბწყინვალეს ციკლს გადაცემებისა, ბესაგონი ქვია ამ ციკლს, რა თქმა უნდა, უმრავლესობამ თქვენ ეს იცით. აი ერთ-ერთ კი არა, ბოლო გადაცემაში, ამ აპრილის გადაცემაში, მას ჰქონდა ასეთი пассажи. Ну что может объединить людей сегодня? Во время Великой Отечественной войны именно война объединила людей. Она была священной. А сегодня священна ли эта война для нас? Мне кажется, что нет. Столь полярна та разница между тем, что происходит на передовой каждый день, каждую минуту, и тем, что порой происходит в тылу. Может быть, эту объединительную роль может сыграть культура? А как? Вот это может объединить? Или это? Уже не знаю, что может быть хуже я. Московская Русь! Или вот это? Или это? Может быть, могут политики объединить народ? Ну а как? Когда мы имеем разные партии, у которых разные программы, и порой они резко не совпадают друг с другом. И вот когда в обществе существует такая разноголосица, такая разнонаправленность, такое разномыслие, объединить народ может только вера. Когда, обращаясь к народу, Сталин сказал не только товарищи, граждане, он еще обратился, как обращается священник к своей пастве во время проповеди, братья и сестры. Товарищи, граждане, братья и сестры. Сегодня молодые ребята на фронте в один голос утверждают, что в окопах атеистов нет. Там на передовой замироточили иконы, потому что на нашей стороне правда. А что происходит на той стороне, где правды нет? Где с куполов падают кресты, они упавшие чернеют, где в храмах оргии, бесовщина, пляски. А разве то, что мы сейчас делаем, не заслуживает наказания? Это эпидемия крестопада, которая захлестнула наше общество. Вот логотип Всероссийского общества охраны памятников истории и культуры ВОАПИК. По мнению хранителей памятников и наследия, на православном храме крестов нет. А вот так предупреждает о непогоде Главное управление МЧС по Санкт-Петербургу. Тут поступили хитрее. Вроде и кресты не убрали, но и кадр построен так, что кресты срезаны. Они вроде есть, но их не видно. А вот обложка популярной игры «Мемо» с достопримечательностями России. Продается в Читай-городе. Смотрите, как интересно. На мечети полумесяц есть, а на храме крестов нет. Как пишет Роман Носиков, только не стоит думать, что АСТ, это издательство, так решило уважить мусульман. Эти люди никого, кроме себя, уважить не в состоянии. Это они нас с мусульманами намеренно стравливают. То же самое происходит и с нашими купюрами, с которых убирают культовые сооружения. А ведь купюра – это один из самых мощных пропагандистских инструментов. И в то время, как сегодня мы лишаем нашей купюры этого эмоционального, нравственного заряда, на Украине этой ошибки не делают. Посмотрите.
Нацбанк Украины презентовал новую версию украинских купюр. На них отпечатан главный лозунг националистов, который теперь будет в кармане каждого украинского гражданина. Вы понимаете, какая вещь? Эта ситуация, она перестала быть случайностью, недосмотром. Это не так. Это не так. Я не знаю, может быть, я ошибаюсь, но я всем существом чувствую, что в этом есть умысел, в этом есть желание разобщить нас, в этом есть возможность тем или другим способом унизить религиозное чувство русского человека, которое всегда сопровождало его жизнь в течение веков. И эта лукавая фраза, что, мол, не хочется кого-то обижать, ерунда все это. Кого обижать? Кого-то обижать нельзя, а православного русского человека обижать можно? Ну, выходит так. И сама суть этой борьбы вот в этих кадрах, посмотрите, это наши воины ставят на место крест, который был снесен украинскими нацистами. Крест – это видимый, материализованный образ веры. Человек без креста на груди – это еще ничего не значит. Страшно, когда человек без креста внутри себя. აი ასეთი იყო ეს ჩვენი გადაცემისთვის საკმაოდ ვრცელი პასაჟი მიხალკოვის გადაცემიდან, რომელიც მრავლის მთქმელია. რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში არათუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ მიდის, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის ომიც არ მიდის. მხოლოდ ეს ომი არ მიდის. აქ მიდის ბრძოლა მართლმადიდებლობასთან, მართლმადიდებელ სამყაროსთან. იმიტომ რომ ეს არის ის კულტურა, რომელიც აერთიანებს ხალხებს, აერთიანებს სულებს, აერთიანებს შეხედულებებს, ცხოვრების წესს. აი რა არ უნდა დაიკარგოს. ძალიან კარგია, როდესაც ჩვენი მმართველი პარტია თავის ლოზუნგად აცხადებს მამული ენას სარწმუნოება, ილია ჭავჭავაძის ცნობილი ტრიადა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია ჯერ. საქმით არის ეს ყველაფერი გასაკეთებელი. და აქ მე მინდა ერთი რიტუალი შემოგთავაზოთ, ისევ მოგეხსენებათ, რიტუალებით ამთავრებდი ხოლმე გადაცემას ამ ციკლიდან. დღეს ასეთ რიტუალს შემოგთავაზებთ. აი აქ მე მაქვს სანთელი, რომელსაც ახლა თქვენს თვალწინ დავანთებ. და ამ რიტუალით ის თქმა მინდა, რომ ჩვენ სტრატეგია ფუნდამენტურად უნდა გავასწოროთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავიწაროთ პირჯვარი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებელი კულტურისა და ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი ვართ. თუ რამეს ნაწილი და შემადგენელი ვართ, ეს პირველ რიგში მართლმადიდებლობა გახლავთ. არავით არის ნატო, არავით არის ევროკავშირი და არავით არის სამხედრო ბლოკები. ჩვენი უპირველესი გამაერთიანებელი ეროვნული სულის, ეროვნული დიდების ამაღორձინებელი თუ რამე არის, ეს არის მართლმადიდებლობა. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა გავიხედოთ. ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიაცა და ტაქტიკაც. აქ მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი ვიდეო მასალა, რომელიც ინტერნეტში აღმოვაჩინე და ჩემი აზრით არის ულამაზესი და შესანიშნავად გამოხატავს იმას, თუ საით უნდა წავიდეთ, საით უნდა გავიხედოთ მომავალში. თქვენ ახლა ნახავთ ბავშვს, ანგელოზის სახლიანს და ანგელოზის სულიანს. რა თქმა უნდა, მე ეს აი სწრაფვა ზნეობისკენ, სიყვარულისკენ,
სიწმინდისკენ, სისუფთავისკენ, სიყვარულისკენ, ჭეშმარიტებისკენ. საოცრად მეტყველად გამოხატული აი ამ პატარა ვიდეო მასალაში. მე არ მიწყენენ ამ ბავშვის მშობლები, რომ დაუკითხავად გამოვიყენე ეს მასალა და მომავალშიც ვფიქრობ, რომ გამოვიყენო. იმიტომ რომ ის ნამდვილი ანგელოზია და მას შეუძლია ყოველგვარი სიტყვების გარეშე შესანიშნავად გადმოსცეს ის, თუ საითკენ უნდა გავიხედოთ ჩვენ სამომავლოდ. დღეს ამით დავასრულებ ჩვენს გადაცემას. დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე, მომავალ შეხვედრამდე, ეს იქნება პარასკევს 7 საათზე, იქნება YouTube არხზე, იქნება Facebook-ზე, თქვენ შეგიძლიათ მიადავდოთ მას ხვალყური, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმსჯელოთ ჩვენს დღევანდელ დღესა და ჩვენს მომავალს. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.